ქალაქში უკვე რამდენიმე დღე ახალი შუქნიშნების მონტაჟი მიმდინარეობს. ახალი შუქნიშანი ამუშავდა ჭავჭავაძის და ენგელსის ქუჩების კვეთაშიც. დაიხაზა საგზაო და ქვეით და სავალი ნაწილი, დამონტაჟდა ვიდეოკამერები. შუქნიშნების სამფეროვანი სისტემასთან ერთად მიმართულების მანიშნებელი ისრებითაც არის აღჭურვილი. მძღოლთა ნაწილი ახალ შუქნიშნებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ის მოძრაობის განტვირთვისთვის მნიშვნელოვანია. ნაწილი კი შუქნიშნების არსებობას საერთოდ არასაჭიროდ მიიჩნევს. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მძღოლების მეტი ინფორმირებულობისათვის საგანგებო განცხადება გააკეთა. ძალზანაჭყებია მძღოლებს მეტი ყურადღებისკენ, კონცენტრაციისა და საგზაო ნიშნის მორჩილებისაკენ მოუწოდა. ძალზანაჭყებიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მძღოლები შუქნიშნებს დაემორჩილებიან, საცობებიც მინიმუმამდე შემცირდება. ახალი შუქნიშნები ბათუმის 16 გზაჯვარედინზე დამონტაჟდა. ახალი შუქნიშნები მოგწონს, როგორ არა კაცო? კარგია. კარგია. რაში გეხმარებათ, რო გითხოთ? ყველაფერში მოძრაობაში ვეხმარება. საერთოდ არ მინდა რომ იყოს შუქნიშანი. რატო? აფერხებ? იმიტომ რომ დგავარო უკვე ნახევარი საათია. აფერხებ ჩემს მოძრაობას. შუქნიშნის ამოქმედება მოითხოვა ჭავჭავაძეს ორივე მიმართულებით 3 ზოლის გაკეთება, რაც ჩვენ გუშინ დავხაზეთ, მონიშნები ქუჩაზე გავაკეთეთ. მინდა მივიქციო ყველა ბათუმელს და ბათუმის სტუმრის მძღოლების ყურადღება იმაზე, რომ ეს ნიშანი შუქნიშნები აჩვენებენ არა მარტო წითელზე და მწვანეზე მუშაობენ, ანუ აჩვენებენ მიმართულებებსაც და თუ ჩვენ ამ მიმართულებებს არ მივაქციეთ ყურადღება, საცობების მოსპობაზე ლაპარაკი უბრალოდ ზედმეტია.